ეს არის ავტობუსი, საიდანაც ქართველები გადიან საქართველოში და ეს არის ის ადგილი, სადაც ქართველები ბრუნდებიან, რათა აქ იმუშაონ, იშოვონ ფული და შეინახონ თავიანთი ოჯახის წევრები. ამ ავტობუსს დააქვს ძალიან დიდი ტკივილი, წამსვლელები, მომსვლელები, ადამიანები, რომლებიც ბარგს ელოდებიან, ბარგს აგზავნიან. დღეს ჩვენ სტამბულში ვართ, სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად, იმ ქართველებთან ერთად, რომელთაც ძალიან უჭირთ, იმ ქართველებთან ერთად, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებიან ლუკმა პურის საშოვნელად. თქვენთან მომდივარ. გისმენთ, მაგრამ შორენა. ხო, გისმენთ, ბატონო გია. რაზე მუშაობთ? მე ოჯახში მუშაობ. ოჯახში. დიდი ხანია აქ ჩამოხვედით? 10 წელიწადია მოძრაობ ამ ქვეყანაში. და დიდხანს აპირებთ დარჩენას? ალბათ სანამ შევძლებ მანამდე. და გიჭირ? რა მიჭი მუშაობა? არა. არ მიჭის, ოჯახში ვარ, ბავშვებთან ვარ, საუკეთესოდ ვგრძნობ თავს სხვათა შორის. გათხოვილი თუ ხარ? ვიყავი და ქვრივი ვარ 10 წლის. ბავშვი არა. კი მყავს, ბიჭი მყავს დატოვებული 16 წლის საქართველოში ოჯახში დედასთან და ჩემთან. და ინახავთ აქედან? ნუ ასე ვთქვათ, ვინახავ, კი, ჩემ შვილს მხოლოდ. 7 წელია აქ მუშაობ. კაი, ქალები, ჩვენი საცოდავი მამაკაცები. რო არც ვიცით ოდესმე ჩვენ დაუბრუნდებით თუ არა. გუშინ წინ ტელეარხს უყურე ქართველები დაიჭირეს. თურქეთში აქ? სიკვდილის ტოლფასი. რა დააშავეს? ფული გაიტაცეს 150,000. უკვე იციან, რაც გინდა ხდება, იმ წუთში იციან, რომ ქართველებია. თქვენ რაზე მუშაობთ? ოჯახში ვმუშაობ, მე მოხუცული. ჩადიხართ ხოლმე საქართველოში? ჩავდივარ, მხოლოდ ჭირი არ არის ჩვენთვის, ხინი არ არის, ვაგზავნით ფულს, ან თუ ვიხდით ვალს, ან თუ აი ბოლო რო არა ჩანს. არა მინდა, რა მინდა აქ ახალგაზრდა გოგო ვარ, მე ჩამოსული აქ. რა მინდა აქ, რა მინდა, რისთვის ამუშაობ? თქვენ რამდენ ადამიანს ინახავთ? მე ვინახავ ჩემს ოჯახს, მამას, ძმებს, ძარს, მე რომ აქედან არ დავეხმარო, ისინი არ ვიცი, აი ყოველ კვირას უგზავნი ფულს. თქვენ საიდან ხართ? ხაშურიდან ვარ. თქვენ? მე ქუთაისიდან ვარ, 7 ადამიანს ვინახავ ოჯახში და პლუს დამატებით ერთი ბანკს ვინახავ კიდევ. დიახ, გუშინ შენს ძალიან სიამოვნე ესა კულინარიაში ხა. აქედან გაგზავნენი ფულებით ისინი იმაშებიან, რა ქვია, ისკელებენ, არ ვიცი, იტყობენ ცხოვრებას. თქვენ ვის უგზავნით ფულს? ნუ მე ჩემი ოჯახი, ჩემი დიშვილები, ჩემი ისინი, ხა მე ჩემი საკუთარი შვილები არაფერს, მაგრამ ხომ მიდის, მარტო ჩემზე ხო არ არის. აქ რამდენი წელია რაც? მეხუთე. რაზე მუშაობ? არა მე ოჯახში მუშაობ ისა, დამხმარეთ. საქართველოში ბედნიერი სიკვდილი ურჩევნია ნებისმიერს, ამას ვიტყვი მე. მე მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო. მე ვარ 19 წლის ბავშვი, მუშაობ თურქეთში. მინდა რომ ბატონი პრეზიდენტმა რაღაც გააკეთოს ჩვენთვის იმისთვის, რომ საქართველოში მოგვეცეს ყველა თვითონ ჩვენთაგანს იმის უფლება, რომ ვიმუშაოთ. არიან ძალიან ბევრი ჩემი თოლი ბავშვები, დედები, რომელიც წვალობენ, რატომ უნდა მუშაობდეთ ჩვენ ქალაქ თურქეთში აი ამ სიშორეზე. ჩვენ აქ იმდენ ტანჯვას ვივლით. ისინი კიდევ იქ რაღაცებს აკეთებენ. დიდი ხანია რა ჩამოხვედე? დიდი ხანია 4 წელია 13 წლიდან მწვალობ სტამბულში. მშობლები სად არიან? მშობელი მამა არ მყავს, დედა არის საქართველოში ამჟამად. საიდან ხარ? სენაკიდან. არა მინდა არის ის აქ რის გადატანა მიწევს. მაგრამ ყველაფერს იმის გამო ვიტან რომ ოჯახში რაღაც გავაგზავნო. რაზე მუშაობ? მუშაობ ამჟამად ჯინსების ფაბრიკაში. ძალიან ცუდ სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერს ამას იმისთვის ვიტან რომ ჩემი ოჯახის გულის ტკივილის გამო და რო რაღაც თვიდან თვემდე რაღაც რო მივაწვდინო ოჯახს. აქ რატომ ხარ? აი რატომ ვარ და შივრები რო დავრჩით. შვილები რო გვეხოცებოდნენ, იმიტომ ვარ. შეგვიფარეს თურქებმა, გვაჭამეს, ლუკმა პური მოგცეს. აი იმიტომ ვარ თან. სხვა არაფრისთვის. საქმეის მეტი რა იკვებს, მაგრამ დიდი ხანია აქ ხარ? რაცელი და ვის ინახავთ? ეს ოჯახს,
შვილიშვილებს მე ვარ ოჯახის ქართველი ქალი ვარ ჩანდი ხარ ხოლმე? სამიხوار ძალიან ჩავდივარ კი მაგრამ ჩემთვის საკმარისი აღარაა უკვე ეს ყველაფერი რაზე მუშაობ? ოჯახში დამუშავო და ვერ მუშაობ დიდხანს აპირებ ყოფნა? როცა მოვედი 2 წელი მეყოფოდა მაგრამ ალბათ კიდე 9 არ მეყოფა ალბათ 70 წლისაა და ჩემი და ორავად ყოფს სული 70 წლის და როგორც შვილი მწხვენია რომ ის დედა აღარ კიდე ხო აგარში 70 წლის ქალი თქვენ ზანდი გაფასებთ შორიდან მიყვარხარ შორიდან მენატრებით ქართული ტელევიზია ქართული ხალხი დამავიწყდით ყველა უღრმესი მადლობა თუნდაც არაფერი გააკეთოთ ჩვენი მადლი გეყოფა გაიხარ დიდი მადლობა რა ბძანეთ აი სულ ქართველებია ვისაც უყურებთ აქ სულ ქართველები ამდენი ქართველი გინახიათ ერთად საქართველოში აი სულ ქართველებია აქ ხალხო კიდე აქ აკლია ხალხი არ არის მოსული საქართველოში რაც ხალხი იმაზე მეტი აქ არის რა რაზე მუშაობ? მე ხელობაზე მუშაობ უკვე დღეს ფული გაუგზავნე პატარა შვილსა რომ სკოლაში ფული გადაიხადოს დიდი ხანია აქ? 7 წელი აქა ვარ სულ ქართველები გადაიღეს სულ ქართველები არიან ესენი სულ ქართველები არიან აქ თურქი არავინ არ სულ ქართველები არიან ყველა ჩამოსული აქა რომ ლუკმა ფული ოჯახს გაუგზავნე იქ ვერ ავშოვლოთ ფულს ხელოსანი კაცი მე რა ქვია თუ მომუშაობდი საქართველოში არ მომუშაობდი დიდი ხანია აქ ხარ? 6 წელია რომ დავდივარ და რამდენი ოჯახს ინახავ? რამდენი ოჯახს და 7 წელს ინახავს აპირებ დარჩეთ კიდე? სამუშაოს არის შოება ბოდიში და ხალხმა საჭმელი რაჭამოს ღიური ფულიც არ აქვს რომ ასე გაჭირვებულები ვართ აქ ყველა ჯან ვაპირებთ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს აპირებ დარჩენას? ცოტა ხანი სხვა გამოსავალი არ გვაქვს ბანკის ვალები გვაქვს და რიმინ გადაგვიხდი დოლარი იმხელაზე 100 რო ვიხდით ახლა 200 ჩვენ ქართველები აქ მე მაქვს ჩემი სახლი მე რასაც მიყურებია დამეთანხმება აქ ალბათ ბევრი მიცნობს ალბათ ძალიან ბევრს არ უყურებია როგორ რჩებიან ქართველები ქუჩაში როგორ არ აქვთ ღამის გასათევი როგორ არ აქვთ იმის ფული რომ ელემენტარულად გამოიყვებონ ან უკან დაბრუნდნენ ესაა საშინელება ერთმანეთს ეხმარებიან რა ქართველები? თქმა უნდა როგორც ვის შეუძლია მაგრამ ხომ არ შეგიძლია ერთ ქართველმა მეორე ანუ ამდენ ქართველს გადახედეთ ელემენტარულად რომ ყველამ დაეხმაროს საქართველო არის აქ გამარჯობა გამიხარდა შენახა დიდი ხანია აქ ხარ? კი მე-4 ის არის წელი ვაიმე და დრაშო ვიგი რა ვიცი ვარ ნელა და ისა მითხარით ძიმია სამუშაო ძალიან დრავქნათ გია ყველას ოჯახი გვაქვს ყველას ისა რა ქვია გვიჭერთ ძალიან რა უნდა ვქნათ რამდენს უსინახავთ? რამდენს და არავინ აღარ მუშაობს ერთი მე 5 შვილი მყავს 2 შვილთაშვილი მყავს 3 შვილი მყავს ყველანი მყავს მუშავარი აბსოლუტურად რა უნდა ვქნა გია კარგი გაიხარე გამიხარდა გაიხარე თქვენ რაზე მუშაობთ? ზევით მუშაობ. ქართული რესტორანი გახსნილი. ცხელ ხაჭაპურზე დაკვანტიშებთ და მომბრძანდი. ამოვალ აუცი. ყოველთვის უყურებ თქვენ გადაცემას. გაიხარე გამარჯობა მოგზანდებით გაგიხარდა რომ დაგინახეთ ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ. ჩემი ხმის ქალი მის სახლში უნდა იჯდეს ახლა და მის შვილებს და შვილიშვილებს უნდა უყურებდეს. 58 წლის ქალი ვარ. ჩემი შვილიშვილს იქ სხვა ხედავს და მე ფულს უგზავნი აქედან და შვილიშვილს მიმიხედოთ. მე აქ რატო უნდა ვიყო? აგია თქვენი საქართველო რო იძახით რომ ასე და ისე არ რა უნდა ქართველს რა უნდა აქ მითხარ ხო ყოველდღე მოდის ხალხი ავტობუსებით სოლი შვილი ქმარი სიდე მთელი ოჯახი მოდიან რასაც იძახით ხო რაც არ უნდა ცუდი საქართველო იყოს ის ჩვენი საქართველო ჩვენი კია ჩვენი საქართველოა მაგრამ ელემენტარული ამ თურქეთს ის ჩვენი დაქცეული საქართველო მაინც მირჩენია მაგრამ მე არ უნდა ვიყო აქ 58 წლის ქალი აქ არ უნდა იყო მე თქვენი ფანი ვარ წარმატებებს გისურვოთ ძალიან მადლობელი ვარ რომ შეწყვეტით და ჩვენი ხალხით დაინტერესდით დიდი მადლობა აი ამ ავტობუსებს მოაქვს დიდი ტკივილი, მე აქვს დიდი ცრემლი.
მე რა დოლარია და მწვანე ის არაფერს არ ნიშნავს ის ჩვენი შვილების ტკივილია ჩვენი ჯანმრთელობის ფასად რომელიც შვილს ვერ ვზდით შვილიშვილს ვერ ვზდით დედები არიან ახალი დაბადებული 2-3 თვის ბავშვები დატოვებული აქ ჩამოსული ფული მიაქვს მწვანე დოლარი რაში მჭირდება ეს მწვანე დოლარი სიყვარული დაიკარგა არ ჩვილი მიყვარს არ შვილიშვილი არც დედა არც მამა ეს ჩვენი ცრემლი ეს ჩვენი ცრემლი ჩვენ ხალხმა ამოუდგეთ ერთ მხარეს ქალი კაცი დედა მამა შვილი ჩავეკიდოთ ერთმანეთ მე სომეხი ვარ სასომხეთის სომეხი საქართველოში გათხოვილი 2 ქართველი შვილი მყავს 3 შვილი მყავს ობლებს ზრდი მაზლის შვილიშვილებს ტკივილს ავზრდი ტკივილს მაგრამ მინდა იმათთან ვიყო ჩავეხუტო ჩავეკრა აი რასაც ხედავ რომელი სახეს მოგეწონება თქვენი დანახვამ გააღიმათ ხალხს თქვენი დანახვა გააღიმა. რატო იცი იმედი მოხვედით, იმედი, რაღაცის იმედი. ჩადის საქართველოში გია ჯაჯანიძე და სადღაცა ამოიღებს ჩვენი ყველასი ტკივილი. გახედეთ ლამაზი დედები, გახედეთ, რომელს არ უნდა შვილს სამყოფნა, რომელს არ უნდა ჩვენი ვაჟკაცი შეხედეთ ეს ღიპიანი კაცი საქართველოს არ ადგება ამის დედავატირე. არ ადგება ეს კაცი საქართველოს. შეხედე რომელი ვაჟკაცი არ დაადგება საქართველოს. ჩვენ გვინდა საქართველო აყვავოთ და თურქეთი ვენაცვალე თურქეთს. გაგვიხსნა კარები, საჭმელი მოგცა, მაგრამ სიყვარულიც აგვართ. დიდი ცრემლიც აგვართ. აი ცრემლებიც გაგვიშრე. არ გვინდა ხო გოგოებო ის დოლარი არავის არ გვინდა. 5 ლირა იყოს და ჩემს სახში იყოს 5 ლირა. ჩემს სახში იყოს. ეს შეხედეთ ამ ხალხს რომელიც საქართველოს არავის მე ბებია მქვია. დედა არა ბებია. ბებიას უნდა ჭაღარა ქონდეს თეთრი თქვენსავი თეთრი თოვლივი ჩვენ აქ ხმებს ვიღებამთ იმიტომ რომ მოვეწონოთ თურქებს რომ იმისი შვილი მოგვა ჩაგვაბარონ იმან დედა ჩამაბაროს აი შენი ლამაზი დედის ჭაღარა ხო უფრო კარგი იყო ბატონო გია ვერ მივდივარ მენატრებიან მაგრამ ვერ მივდივარ იმისთვის რომ ვიმუშაო ახალგაზრდა გოგომ რომ ვარჩინო ჩემები ფული გაუგზავნო გამარჯობათ ქალბატონო. კარგია რომ მოიცალეთ შოუების. აი თქვენ თქვით რომ თქვენ არავის არ აინტერესებთ. აი აინტერესებთ ტელეკომპანია იმედს თქვენი ამბავი, ქართველების ამბავი. აი აინტერესებს ეს მოსამსახურეები ვარ ტუალეტის მოწყობილი. როდი რაღაცა რა გაკეთა რა შეიცვალა რაიმე? აი იქნებ შეიცვალოს, აი ჩამოვედით და როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობთ. რამდენი ხანია რაც აქ ახარ? 11 წელი. 11 წელი. აქ ცხოვრობ? ცხოვრობ, არა ჩვეულებრივად მივდივარ, მოვდივარ. და რა მდგომარეობა? მე ვნახე ქართველები ძალიან ბევრი ვიტირე. ძალიან ცუდი მდგომარეობა. ბევრი ხალხი ჩამოდის? ძალიან ბევრი. და სამუშაო თუა ამდენია? სამუშაო არის ბევრი, ძალიან ბევრი უმუშევარია. ქუჩაზე ძინავს ხალხს. ქუჩაში ძინა? საჭმელი რო ჭამოს იმისთან ხარავს. კვირა არ არის რომ მიცვალებული არ იყო. აჩუქა ხო ვიღაცა. გავართ მთელი დღე აქ ჩამოსული რო 2 კაპიტი ვიშო 12-14 საათი გეფიცები ან ნებისმიერ კითხით. ყველაფერი. უთოზე ვდგავარ და 14 საათ მუშაობ. დიდი ხანია აქ ახარ ქალბატონო? 2 წელია. გამარჯობათ. ქართველი ხარ? დიდი ხანია ჩამოყვედი. ეხლა ჩამოვედი. ეხლა ჩამოყვედი და რატო ჩამოყვედი? სტუმრად ვარ ჩამოსული. არა სამუშაო. არა. დიდი ხანია რაც აქ. 11 წელი აქა ვარ, 11 წელი დავიღალე. ხო? რამდენ სულს ინახავ? 10 სულია ენკისერზე, 10 სული. 10 სულს ვინახავ. საიდან ხარ წარ? გორიდან ვარ. სირცხვილი მამა მომიკვდა და სატირალზე ვერ წავედი, ვერ 40 იყო გუშინ და ვერ ჩავედი აქ ვიღრიალე დიდი ხმით. იმიტომ რომ გზის ფული არ მაქვს, ის გზის ფული მოვაკოწიწე რომ ჩემ შვილიშვილებს გაუგზავნო, სხვა ხელებში არ შეხედონ. მათხოვრებივით არიანო, სუფთად იყვნენ და მაგიტომ. სოდონი არა ვართ? 45 წლისა ჩამოვედი, 46 წლისა გავხდი. ჩემ შვილიშვილებს ვერ უყურებ, მენატრებიან. არ გადადიხარ ხოლმე საქართველოს? გადავდივარ, მაგრამ ეს რა არის? გაგიშვებენ 5 დღით, ხო? გზაში გინდა ეს 5 ისტორი და სადაც სწავლიდით? პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. დიდი ხანია რაც აქ ხარ? 4 წელი თავდება აქ ვარ. და რა საქმეა?
როგორ ავთქვა? არალეგალად მუშაობ. გიჭი. არ მიჭირს მადლობა თურქეთის. მე მადლობა საჯაროდ განვაცხადებ, თურქეთის მადლობელი ვარ. აი შვილი და შვილი მყავს მკვდარი, იმ გესგებიცებით გულით ვამბობ ამას. ამდენ მილიონ უმუშევარ ხალხს თურქეთი არჩენს აქ. და არაფერი პრობლემა, ახლა ვისაც პრობლემა აქვს, ეთყობა თვითონაც ბევრი აქვს პრობლემა იმას. მე ვამბობ ამას გულწრფელად ვამბობ. მე თურქეთის მადლობელი ვარ. როდენდე აპირებ აქ დარჩენა? აი მე უკვე მალე ვაპირებ აქ, სანამ ბაგაჟით წამიღებდნენ, დროზე უნდა გავიდე. ამბობენ რომ ზოგიერთი ადამიანი ვეღარ მიდის აქედან, ისე უჭირს რომ ფულს ვერ შოულობს. რატო? მაშინ არ მაწიყოფილა. არ თქვას აქ მუშა კაცი, რომელსაც მუშაობა შეუძლია. სულ ყველა შეულობს საკმარის ფულს და მიდის, ეს იცოდეთ. სიხარულით არ ჩამოსულა ქვეყანას. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი წარეთ, ღიმილი მენატრება ჩემი ქვეყნის სახელით მინდა ვთქვა. 2 შვილი საფლავი მენატრება. 3 წელია ჩემი ქვეყანა არ მინახე. წასული იყავით და გადავედი და ისევ შემოვედი. რატომ გადავხვედი? რატომ გადავედი? მენატრებოდა საფლავი. მენატრებოდა ჩემი ქართველი ხალხი. აი ამიტომ გადავედი. და დაბრუნდით ისე? ისევ დაბრუნდი. და რამდენ ხანს აპირებთ? ჯერ ბანკის ფული უნდა დავამთავრო. აი მე 1 საათი, თუ გინდა 1 წამი იყოს ამ ქვეყანაზე ვერ გავჩერდები. შვილები დაიყო. 1 სისხლის გათეთრებით, მეორე ანევრიზმით. მიწა რომ მოგენატრება, ქვეყნის მიწა. ჩემი ქვეყნის ფასი სადმე არის? შვილი არა მყავს. მეუღლე მყავს, ისიც უმუშევარი პენსიონერი. საქართველოში. საქართველოში. როგორ მოვიქცე? მენატრება, სალოცავიც მენატრება. შეიძლება ყველა დღე არ დავდიოდე ჩემს ქვეყანაში, მაგრამ აქ რო ვარ, ის უფრო მეტად მენატრება. ნახვამდის. კიდერო. მოდი დაბზან, ქართული ხარ? კი, ქართველიო, როგორ მიცანი? ქართული პირიდან ისენ და გავცემ, ეს ქართული ვარ. ეხლა მოვდიოდ და მიცანი? კაცო. სურათი და ერთად გვაქვს. პირდაპირ. ხო? დეინახე ერთად არის. ერთად ვარ. გავართ ერთმანეთს. ძმა გარდაში ვარ, თურქულაის სახელი გარდაშია. თქვენ საიდან ახარ წარმოშობით? მე სამსონიდან ვარ. და ბლექსი კარადენის სამსონიდან. ქართული გვარი იცი თქვენი? ორიგინალი ქართული ვარ, კაცო, თურქულაი ჯორჯიაში რამდენი მილიონი ქართული არის? ძალიან ბევრი. რამდენი მილიონი? არ ვიცი. 4 ნახვარი. ჩვენ აქ ვარ 5 მილიონი ქართული. თურქულაი ქართული. 300 წელიწად წინ მოსულან ჩვენები აქ 300 გიგე? გავიგე. 300 წელიწადი და ჩემი დადა, ჩემის დადა, ჩემის დადა, ჩემი მამა, ჩემის მამა, ჩემის მამა, ჩემი. ცოლშვილი ყავთ? მე ცოლი არ ყავს. დავარ, ჩაი დავლიოთ, კაცო, დავარ. დავარ. Kia, Magaria is the from in the best of the from motherfucking in the real. თქვენი სახელი? ჩემი სახელი ეთერი. ეთერი, ქალბატონო ეთერი. აქ მუშაობ? დიახ, აქ მუშაობ. დიდი ხანია? ალბათ 13 წელია სტამბოლში მუშაობ. 13 წელია? დადიხართ ხოლმე საქართველოში? კი, გადავდივარ და გადმოვდივარ. ვინ ცხოვრობს საქართველოში თქვენი? შვილები და ქმარი. და თქვენი ნახავთ აქედან? მე ვინახავ, დიახ. რამდენი შვილი გყავთ? 2 ბიჭები მყავს. რამხელები არიან? ერთი ცოლშვილიანი არის, 21 წლისა, პატარა 19 წლის არის. და პატარები დატოვეთ ბავშვები? ბავშვები პატარები დარტოვე კი. ბავშვები საიდან? გურიდან ვარ, ჩოხატაურიდან. დიახ. დიდი მადლობა. გაიხარეთ თქვენს, დიდი მადლობა. მიყვარს ქართველებს რომ ხედავ ხოლმე. ძალიან კი შეიძლება. მადლობ, კარგად. გაიხარეთ. ეს ქართველია? გამარჯობა. ხო. გამარჯობათ. მოგესალმებით. კარგად თქვენ როგორ ახართ? გადასარევად. ძალიან გაგიხარდა თქვენი დანახვა, მეტი რო არ შეიძლება. აქ რას ელოდებით? აქ ველოდებით ბანკია ფულის გადარიცხვას. უფრო იაბიჯდება და თანხის გადარიცხვას ველოდებით საქართველოს. ანუ თანხას გადარიცხავთ საქართველოში. გადარიცხავ და ჩვენი შვილები აიღებენ. დიდი ხანია აქ ახარ? მე 5-6 წელია ვარ აქ. მე 2 წელი. მაგრამ
რთულია ძალიან. ძირითადად რა საქმიანო? მებოსუვლით, მოხუცებულ სულით. ახლა ძალიან ცუდათაც კი არა ვარ, მაგრამ ძალიან რთულია შვილები, შვილიშვილები საქართველოშია, თბილისში არიან. ნახულობთ ახლა ვაიბერს სარგებლობ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რა ვქნათ. არ არის სამუშაოები, ბიჭები ვერ მუშაობენ, რა უნდა ქნან? იზოლებული ხდებით, არა. ვის უნდა ეხლა ამდენი შვილები, შვილიშვილები იქ დატოო და აქ მოხვიდე და ეს სხვისი მოხუცებულს უარო. ძალიან რთულია. 4 წელია მუშაობ. რაზე მუშაობ? მოხუცთან მუშაობ ტაქსიმში, ზემოთ. სხვა გზა არა მაქვს, თორე ძალიან მენატრება ჩემი, აი ფოთლებიც მენატრება და ხეებიც. გზა არა, შვილების გულისთვის. მეტირება ქართველის ხმას რო გავიგონე გისწავა. გაიხარ. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. თავად როგორ ხარ? რა ვიცი, აბა უყურებ ჩვენ არც. უფრო ჩემები ვიდრე მე. ხო რა. ნუ ისე როგორ არ უყურებ. კი. რაზე მუშაობ? ნუ სამუშაო რა ვიცი, სხვადასხვა რა გამოჩნდება ის. როგორ ჩვენ და ბევრი ქალბატონები ვნახეთ, რომ მუშაობენ. კაცები სამუშაო თუა? კაცები სამუშაოც არის რა, მაგრამ ჭირს უფრო. რას აკეთებ? ეხლა მე რა მოიკაზე ვმუშაობ, სიმართლე გითხრათ. მანქანებს ვრეცხავ. აქედან ფულს აგზავნით ხოლმე? ახლა მაგისტრის მოვედი ზუსტად. ფული უნდა გააგზავნო. გავაგზავნე. ჩვენ ნახეთ ეს იყო ქართული რეალობა. ეხლა კი ჩვენ ისტიკლარზე ვარ და ხალხი ერთობა, ბედნიერია, საღამოს ისვენებენ. მათ უხარიათ ცხოვრება. გადაცემის პირველ ნაწილში თქვენ ნახეთ ქართველები, რომლებსაც არ გაუმართლათ. ეხლა კი გაჩვენებთ ქართველ ბიჭებს, რომლებიც გრანდიოზულ შოუში ცეკვავენ და ისინი მსოფლიოში ცნობილები არიან.
ეს ცეკვა გინესის რეკორდების წიგნშია შესული. აი ამ 200 მოცეკვავეებთან ერთად ცეკვავს 7 ქართველი ბიჭი. ყველაზე მაგარი შოუ მსოფლიოში. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რეპეტიციაზე და მოვლენ ქართველი ბიჭები, რომლებსაც გავესაუბრები. მოდით ბიჭებო! ლადო, აბა რას გვეტყვი? როგორ დაიწყე აქ მოღვაწეობა? როგორც მე ვიცი, მე კი არა მთელმა საქართველოს მიცის, რომ ერისიონში ცეკვავდი. რატო წამოხვედი? მოდი თავიდან ესე დავიწყო. ესე იგი პირდაპირ ერისიონიდან თავიდან, რა ვიცი. ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველი საქართველოს მიდის, იმიტომ რომ პრობლემას გავეკიცი. მეც როგორც სხვა. მაგრამ ეს პრობლემა ძირითადად მე ხა ერისიონს არ უკავშირ, საქართველოს პრობლემა იყო საერთოდ ამ დროს აღმოჩნდი მე ერისიონში, როცა საქართველოში გლობალურად პრობლემები იყო და აი ვერ გაუძელი ფიზიკურად იმ უპირობობას და აი იმის გამო სამწუხაროდ საბედნიერო დავიცი, მაგრამ დღეს კარგად ვარ, არა გიშავს. ნუ ხო იცი საქართველოში ხმები როგორ წელდება და ამბობდნენ რომ აი რაღაცა შიმშილი გული გაგიხდა ცუდად და რაღაცა ხო იყო როგორ პრობლემები ჰქონდა. ნუ მოდი პირდაპირ გეტყვი რომ აი ისე ცუდად იყავი რომ ანუ მატერიალურად გიჭირდა რომ ფული არ ქონა რომ საჭმელი გეჭამა ჩვენ ესე ვიცი. არა ეს ხდებოდა ეხა მე მარტო არ ვიყავი უბრალოდ მე აღმოჩნდი ყველა ცუდ მდგომარეობაში მაგ მომენტში მაგრამ ეს როგორ რაღაცა იყო მუშაობდი მარტო ერისიონი არ იყო მაგის გარდა ბავშვებთანაც რაღაცა და აი არ მქონდა იმის პრობლემა თავისთვის მომეულო და ფიზიკურად ჩემმა ორგანიზმმა ასე ვთქვათ ვერ გაუძლო ამ უპირობობას და გავხდი ცუდად მართლა გავხდი ცუდად ეხა მე ვერ ვიტყვი ძალიან ბევრი მეხმარებოდა განსაკუთრებული ადამიანიც იყო ვინც შვილივით როგორც საკუთარ შვილს ისე მაგცევდა ყურადღებას, მაგრამ სხვის დახმარებით დიდხანს ვერსად ვერ დარჩები რა და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ წამოსულიყავით. მაგრამ ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ერისიონი დღემდე ჩემი სახლია. ძალიან მიყვარს და იმ ანსამბლში თუ რამე კარგია და ყველაფერი იქ ვისწავლე მართლა რა. საკითხი იყო ჩემი ცეკვის გაგრძელებაზე, არ გაგრძელებაზე. მაგრამ და ძირითადი დიაგნოზი რა იყო ჩემი, ესეც არ იყო გარკვეული, მაგრამ საბედნიეროდ დღეს ჯანმრთელი ვარ და არაფერი ხელს არ მიშლის. მაგრამ წამოხვედი და უცბად ამხელა შოუში მოხვდი და ამხელა წარმატება გაქვს. აი როგორ დაიწყე ეს ყველაფერი? ხო, ეს უკვე როცა გადავწყვიტეთ წასვლა საქართველოდან, ერისიონიდან კი არა, ძირითადად საქართველოდან რომ გადავწყვიტეთ წასვლა, დავიწყეთ ძიება, სადღაც წავსულიყავით. და ეს ისე მოხდა, რომ 2005 წელს თურქეთის კულტურის დღეები ჩატარდა საქართველოში. და ამ დროს ზუსტად ამ ანსამბლს მოუწია საქართველოში ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება და ეს თითქოს ისე მოხდა, რომ თითქოს რაღაც აი გამოგზავნილი წერილები და აი გაგვიმართლა მართლაც, რომ აი უგზო უკლო ადამიანს რომ რაღაც შანსი მიეცემა, ისეთი ვარიანტი იყო ჩვენთვის. ნიკა, შენ ცეკვავდი ერისიონში და ნუ ცეკვავდი ისეთ ცნობილ ცეკვას, როგორიც არის შატილის ასული.
ჩამოსვლაც რაღაც სკანდალს უკავშირდება და როგორ წამოხვედი? ანუ ჩვენ სიმართლე რომ გითხრათ, ვინც იქ ვიყავით, ახლა მაინც დასავლეთიდან ვიყავით და ყველა ერთად ვიყავით რა. ხო და როცა უკვე გადაუწყვიტეთ, რომ რაღაცა უკეთესი რაღაც გვეძება, ამიტომ როგორც ლადომ აღნიშნა ის დაუკავშირდით ამ შოუს, მე ეს შოუ ჩამოვიდა საქართველოში მოულოდნელად, ჩვენ არ ვიცოდით რომ ეს შოუ იყო. იქ რო დაველაპარაკეთ, ანუ ამ შოუს ჰქონდა გეგმაში უფრო ეს Fire of Anatolia არის ეს შოუ, მაგრამ მეორე შოუ მაშინ ჩანაფიქრი ჰქონდათ ტროა. ამისთვის ტროვასთვის სჭირდებოდათ ამ ორგანიზაციას, ქართველი მეომრები. მაშინ გითხრა უფროსმა ბატონმა მუსტაფა ერდოგანმა, რომ ანუ ჩვენო ტროვას შოუს გაკეთებას ვაპირებთ და გვჭირდება ქართველები. და მე ჩავწერეთ ვიდეო, გაუგზავნეთ და სადღაც ერთ თვეში ჩვენ უკვე აქ ვიყავით. ჩამოგვიყვანეს. მაგრამ ცეკვის გარდა პარალელურად შექმნენი კომპანია და მოგვიყევი ამ კომპანიის შესახებ. კი, პარალელურად შექმნენი კომპანია NL Art Management ქვია, რომელიც საქართველოში ვეძებ ნიჭიერი მოცეკვავე, მომღერალი, აკრობატი, მუსიკოსი ასე შემდეგ, რამოდენიმე სერიოზულ კომპანიასთან, დიდ კომპანიებთან მაქვს ხელშეკრულება დადებული თანამშრომლობის და ვამარაგ, ანუ მოცეკვავები ჩამომყავს სხვადასხვა შოუებში, იმიტომ რომ ჩვენი ჩამოსვლა აქ რო ჩამოვედით, ანუ პირველი ჯგუფი ამ Fire of Anatolia-ში ძალიან დიდი რეკლამა გაუკეთეთ ქართველ მოცეკვავეებს. ანუ ჩვენს მერე ფაქტურად ასე გამოვიდა, რომ აი ყველა სერიოზული და კარგი შოუ უკვე ითხოვს ქართველ მოცეკვავეებს და უნდათ გალამაზება ქართული ცეკვის ელემენტებით. ჩემს კომპანიას მარტო თურქეთთან არა აქვს, თურქეთის კომპანიებთან ხელშეკრულება დადებული, ამასთანავე არის ჩინეთში ძალიან დიდ კომპანიებთან, ტაივანში. ახლა ჩინეთში მაგალითად მე ჩემი კომპანიიდან მოცეკვავები რო გავუშვი, ეს კეთდება ძალიან სერიოზული შოუ მსოფლიო ცეკვების, სადაც დაიხარჯა ამ შოუსთვის $500 მილიონი. ეს ერთგვარად საქართველოს სახელიც არის, რომ ქართველები მონაწილეობენ ამ შოუში. აქ არავინ არ იბრალებს, რომ ეს ცეკვა ჩვენია. ყველა მიცის, რომ ქართველები ცეკვავენ და ქართველები ასრულებენ. ეს არის მთავარი ჩვენი ისა, ანუ კოზირი.
აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონ ჯემალ ჭკუასელზე, რო წამოხვედით, არ დაწყდა გული? კი, ახლა პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჯემალ ჭკუასელს ჩვენ ძალიან უყვარდით მართლაც. გვაფასებდნენ, ბოლომდე გვენდობოდა და მაგიტო იქნა მისთვის ეს მოულოდნელი და მართლა ეთკინა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ჩვენც ეს წინასწარ უთხარით, მართლა უცებ და მოულოდნელად არ წამოვსულვართ, იმიტომ რომ ჩვენ ერისიონი არის როგორც თქვი ჩვენი სახლი და არასდროს არ მინდა რომ იმასაც რამე პრობლემა შეექმნას, იმიტომ რომ ის არის უძველესი ანსამბლი და მინდა რომ სულ კარგად იყვნენ ყველა მოცეკვავეები და ჩვენ პირდაპირ უთხარით, რომ ორი თვის მერე მივდივართ ანსამბლიდან. ეს ძალიან მოულოდნელობა იყო და გული დაწყდა, იმიტომ რომ შვილივით მიყვარდი და რაღაც ისეთი რაღაცა გამოვიდა თითქოს მე მგონი დღემდე ჩვენზე ნაწყენია, მაგრამ ჩვენ როცა ერისიონში მივედით, ავი 17 წელს ხო ფაქტურად არასრულწლოვანი ვიყავით და ჩვენ იგავიზარდეთ. ჩვენთვისაც დიდი ტკივილი იყო, რომ აი თუნდაც ერისიონი და მით უმეტეს საქართველოს რო დატოვო და წახვიდე საზღვარგარეთ, სადაც 100 თვისია მაინც რისკავ. კი, ყველაფერი კარგად იყო, ანუ კონტრაქტი ხელშეკრულებაში პირობები, მაგრამ მაინც იმდენად არ იყო, აი მაინც რაღაცნაირად შიში გაქვს სხვა მხრივ. ძალიან დაუწყდა გული, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დადგება ის პერიოდი, როცა საქართველოსდან მოცეკვავეს ანუ საქართველოს მოცეკვავისთვის, ქართული მოცეკვავისთვის, ხო, წასვლა იქნება უფრო სხვანაირად, ანუ იმდენად დაფასებული იყოს, რომ ანუ არ მოუწიოს წასვლა საზღვარგარეთ. ძირითადად რო ქონოდა ჩვენ საცხოვრებელი მაინც, ხო, მაინც არ წამოვიდოდით, მაგრამ საცხოვრებელი დაახლოებით ყველა ვიყავით ჩამოსულები. და მე რომ ზუგდიდი, ხობი, სამეგრელო ძირითადად აუცილებლად უნდა გკითხო აი იმ კონცერტთან დაკავშირებით, თქვენ რო აპირებდით ჩამოსვლა საქართველოში და რაღაც მოლაპარაკება ჰქონდათ და მე აღარ შედგა რა. ანუ გეტყვით ახლა ჩვენ ჩანაფიქში ჰქონდა ტროვა ჩაგვეტანა ტროვა შოუ საქართველოში. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, პირადად მე როგორც ამ ანსამბლის წარმომადგენელი საქართველოში და მით უმეტეს და ეს კონტაქტი ჩემს კომპანიასთან თითქმის გადაწყვეტილი იყო, უკვე ფილარმონიას დაბრუნული ჰქონდა ყველანაირი მხარე, ანუ თურქეთის მხარედანაც ყველაფერი იყო მოლაპარაკება დასრულებული, მაგრამ ბოლოს როცა მიდგა უკვე კულტურის სამინისტროთან მოლაპარაკება, მაშინ იყო საუბარი, რომ სიტყვიერად, ამას ჩვენ დაგიფინანსებთ, გამიგეთ და ფაქტიურად უკვე არაფერი აღარ დარჩა, ბოლოს იყო დაფინანსებაზე, რა ქვია მაგას დამტკიცება საჭირო. და ბოლოს გითხრას, რომ საერთოდ არ არის დაფინანსება. რითავს ძალიან გავნაწყენდი ამის გამო და მე ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ ტროვას შოუს ჩატანაში დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ ამას მარტო კონცერტის დატვირთვა არ აქვს ამ შოუს. ამას სულ სხვანაირი დატვირთვა, ეს არის ისტორიულ ფაქტებზე აწყობილი და ისტორიაში როგორც არის აღნიშნული, მაშინაც ქართველები ეხმარებოდნენ, ქართული ჯარისკაცები და ქართული ეხოლებით, ქართული იარაღებით იყო დახმარება საქართველოსთან. ერისიონის ყოფილი მოცეკვავეები ანსამბლი ანატოლიის ცეცხლში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ ზედმეტსახელად კავკასიელ მეომრებს უწოდებენ. ისეთი შოუ იყო, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი თქვენ შოუში. ცეკვა რო ვიცოდეთ ხო? ხშირად ვუყურებ ხოლმე ქართულ არხებს, ძირითადად იმედს.
მართალია ენა არ მესმის, მაგრამ სიამოვნებით უყურებ თქვენს სატელევიზიო შოუებს. ძალიან დიდი მისტიკა დევს ამ ცეკვაში და სიმბოლურია, ახლა მე და თქვენ ისე გვაცვია, თქვენ შავი გაცვიათ, მე თეთრი. ქართველები, რომლებიც თქვენთან ცეკვავენ, როგორები არიან ისინი? ძალიან კმაყოფილი ვარ ქართველი მოცეკვავეებით. რამდენი წლის ბრძანდებით? რაში გაინტერესებ? მიყვარს და ხანდახან სვამ ხოლმე ჭაჭას. ალბათ ამიტომ გამოვიყურები კარგად. ჩვენ ვიმყოფებით კაბადოკიაში. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. აი ჩვენ ახლა მივალთ სულ ცოტა ხანში დაახლოებით 6 წუთში ძირფოს ტელემაყურებლებო იმ კელიასთან სადაც ამბობენ ლენინისთან ახლად რომ წმინდა ნინო ცხოვრობდა. ეს არის პატარა გამოქვაბული, საიდანაც ახლა მე გამოვალ. მე მინდა მაყურებელმა ნახოს როგორ მოდი მეც გამაკეთებინე. შენ ხელს გაიჭრ. არა, არ გავიჭრ, მომეცი, ნიკა მომეცი. ჩვენ ვართ კაბადოკიაში და ვართ სიყვარულის ხევთან. ეს ადგილი მოკლედ თქმულების თანახმად წმინდა ნინოს კელია იყო ეს ადგილი. ნასანთლარი დანთებული სანთლები ეტყობა ჩვენსავით სხვა მართლმადიდებლებიც მოვიდნენ. სიმინა პატარა ახალი მოცეკვავეები ყავს გვერდით, ძალიან ძლიერი მოცეკვავეები. აი ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა რომ აი საქართველოს ისინი დააფასოს და საქართველოში გააკეთონ მათ ის საქმე, რასაც აქ აკეთებენ. იმიტომ რომ მთელი სოფლიო იქნება ყველა ხედავს მათ როგორები არიან და ბევრი მოცეკვავეა თუნდაც საქართველოში ისეთები რომ აი თვითონ ვიტყვი მე რომ ჩემზე ბევრად უფრო ძლიერი და უფრო ისეთი, მაგრამ აი იმის გამო რომ ასეთი პირობებია ყველა აბსოლუტურად გაქცევას აპირებს საქართველოსდან და მართლაც ჩემი სურვილი იქნებოდა ის რომ ყოფილიყოს ის რომ პირიქით აი რასაც ვაკეთებთ ქვეყნის გარეთ გვექნას ჩვენ ქვეყანაში. მე ამ შოუში ჩემი სადმაკაცოს დახმარებით მოვხდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამათმა ჩაესენი ჩამოვიდნენ, ამათმა გააკვლიეს ეს გზა და როგორც მეგობრები და ახლოს მაკაცები დაგვიკავშირდნენ და ჩამოვიდით ჩვენს გვერდში დაუდექით, ერთად გავიზიარეთ ჭირილ ხენი, გადავლახეთ ბევრი ბარიერები და დღესდღეობით ერთად ვართ და მოხარული ვარ რომ ასე ერთად ასე როგორც ოჯახის წევრები ერთმანეთი გვიყვარს ვაფასებთ.
დღესდღეობით ვარ ბედნიერი, რომ ჩვენ თითოეული ხელოვანის ბედნიერება იცი რა არის, როცა თავის ნაშრომს უზიარებს ხალხს, მაყურებელს და აქ ესეთი გრანდიოზული კონცერტები იმართება, რომ ჩვენ იმითგან ვღებულობ ძალიან დიდ ენერგია, ძალიან დიდ მუხტს. და დღესდღეობით ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის და აი ამით ვარ მე უდიდესად ბედნიერი და გახარებული. მადლობთ. გამიხარდება, რომ საქართველოს ჩავიდეთ და ეს ჩვენი ცეკვა და ჩვენი ხელობა, რაც არის ჩვენი ხელოვნება, დაფასდეს ისევ და ისევ საქართველოში. რომ არ მოგვიწიოს წამოსვლა აქეთ და ასე. ერისიონის ყოფილი მოცეკვავეები ანსამბლი ანატოლიის ცეცხლში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ ზედმეტსახელად კავკასიელ მეომრებს უწოდებენ. ქართველი მოცეკვავეები ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ და ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობენ. თავისუფალ დროს კი თავს უფლებას აძლევენ აუზითა და მზის სხივებით დატკბნენ. ზოგჯერ ხდება ხოლმე ტურნეები რო გვაქვს, აქედან მივდივარ თქვა საფრანგეთში, საფრანგეთიდან გადავალ გერმანია, გერმანიიდან სულიდი. ესენი საერთობიან ხოლმე ბავშვებს შუქამათი. აქ საღამოს ფართები იმართება. და აი როცა უკვე რამოდენიმე ჭიქას დაალევს ხალხი, ტურისტები მაშინ უკვე ქართულ ფართს გადავაკეთებთ ხოლმე. რამდენჯერ მინარტია, საერთოდ არცელფასი არაფერი არ მინდა ხო? როგორც აქ არის რო იყოს მთელი ქვეყანა შენთვის, ეს ყველაფერი უფასო, დადიხარ, ჭამე, წამოწექი, იბანავი, ვარჯიშე. ეს რა გინდა? ეს ზუმბას აკეთებ? ეს რა ეს რაღაც პროგრამები. კონცერტის დღე როცა მაშინაც ვერ უნდა თავს დათვისებულად ნაკლად. იმიტომ რომ ასეთი დასვენებული კონცერტის ხალისია. ასეთია ქართველი მოცეკვავეების ყოველდღიური ცხოვრება. ბევრი მზის სხივის, ხალისისა და ვარჯიშის შემდეგ დღეს სპა პროცედურებით ასრულებენ. ეს არა ჩემთვის. მე სადაც ხმაურია, ყვირილია, სიგიჟეა. აი ასეთი რაღაცაა. დიდი სურვილი მქონდა რომ ამ ბიჭებთან ერთად მეც ვეკვარ. და დიდი ხნის მეგობრობის შემდეგ მეც ვოხვდი ამ შოუში და გაგვაქვს საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. აპირებ ჩამოსვლას თუ არ იცი? რა თქმა უნდა ვაპირებ ჩამოსვლას. საქართველოში დავიბადე და საქართველოში უნდა გარდავიცვალო. ხა აქ ვართ მეგობრულად, რაც ყველაზე მაგარია და რაც ყველაზე საამაყოა პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენთვის, რომ როგორც ერთი ოჯახი ისე, როგორც ძმები ისე და როგორც ნათესავები ისე.
მოკლედ აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. ისეთი საინტერესო შოუ იყო, რომ მე ალბათ სიზმარშიდაც არ მაქვს ნანახი მსგავსი რამ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გამიხარდა რომ მოგეწონათ ჩვენი შოუ. მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა რომ არა ქართველი მოცეკვავეები. მათ გარეშე ასეთი ლამაზი შოუ არ შედგებოდა. მე ძალიან რეიტინგული შოუ მაქვს ამ ჩემს გადაცემას სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად მთელი მსოფლიო ნახავს და ნუ რა თქმა უნდა ქართველებსაც გავაცნობ თქვენ შემოქმედებას და აი ამ სილამაზეს რაც მე დღეს ვნახე. ხშირად ვუყურებ ხოლმე ქართულ არხებს, ძირითადად იმედს. მართალია ენა არ მესმის, მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ თქვენს სატელევიზიო შოუებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას რომ დაინტერესდით და აშუქებთ ამ შოუს. მინდა რომ ბევრმა ქართველმა უყუროს ამ ყველაფერს. ასევე მინდა კიდევ რამდენიმე ქართველი მოცეკვავე ჩამოვიყვანოთ აქ. ისეთი შოუ იყო, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი თქვენ შოუში. ცეკვა რო ვიცოდეთქო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან ბევრი პროფესიები გაქვთ, მათ შორის იყავით ჟურნალისტიც, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობდით, პოლიტიკას აკეთებდით. ხო. მაგრამ მე როგორც ხედავ, ძალიან დიდი შრომა ჩადეთ შოუში, ვიდრე ჟურნალისტიკაში. და უკვე აღარ აპირებთ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას თუ მარტო შოუები უნდა აკეთოთ. იყო დრო, როცა ჟურნალისტად ვმუშაობდი, მაგრამ ყოველ საღამოს დავდიოდი ცეკვის რეპეტიციებზე. ბოლოს ისე მოხდა, ჟურნალისტიკა ჩემი ჰობი გახდა და ცეკვას გავყევი ბოლომდე. ბოლო კითხვა არ გადადარქმნეს და გესმით თქვენ ქართული იცით? ყველაფერი არ მესმის, მაგრამ ზოგიერთი სიტყვა ნაცნობია. ძალიან დიდი სახელი გაქვთ და ძალიან უყვარხართ ხალხს. პოლიტიკაში ხო არ აპირებთ მოსვლას? რამოდენიმე ადგილიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობ, სცენა ჩემი სახლია და ადამიანი, რომელიც კულტურას ემსახურება, პოლიტიკაში არ უნდა იყოს. საერთოდ როგორ მიაღწიეთ ამ ხელა წარმატებას? აი საიდან დაიწყო თქვენი ცხოვრება? პატარაობისას, როდესაც ცეკვაზე დავდიოდი, გვარჩევდნენ ბავშვებს და შემდეგ სოლო პარტიებს გვაცეკვებდნენ უფროს მოცეკვავეებთან ერთად. სწორედ აქედან შემიყვარდა ცეკვა და გავყევი ბოლომდე. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილია. თქვენ ახალგაზრდობაში მონაწილეობას იღებდით ტროას გათხრებში, როგორც მე ვიცი, არ ვიცი ეს მართალია თუ არა. და შემდეგ გავიდა ბევრი წლები და თქვენ დადგით ძალიან დიდი შოუ ტროა, რომელიც მსოფლიომ ნახა. ხომ არ იყო რაღაც გავლენა ბავშვობიდან იქამდე, სანამ თქვენ ამას დადგავდით? ამ შოუს შექმნის იდეა ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვფიქრობდი ამაზე. რაც შეეხება ანატოლიის ცეცხლს, რაც მე ვნახე, ძალიან დიდი მისტიკა დევს ამ ცეკვაში და სიმბოლურია. ახლა მე და თქვენ ისე გვაცვია, თქვენ შავი გაცვიათ, მე თეთრი. მთელი შოუ გადაწყვეტილი იყო თეთრსა და შავს შორის. იყო კეთილი და ბოროტის ბრძოლა. და ფიქრობთ თუ არა, რომ ძალიან დიდ მისტიკას აცნობთ მაყურებელს? ანსამბლი ანატოლიის ცეცხლი გამოირჩევა მისტიურობით, ისევე როგორც ეს ქალაქი. ისტორიული ფაქტი ცეცხლის აღმოჩენის შესახებ შევეცადეთ, რომ სცენაზე გადმოგვეტანა. თუმცა ჩვენს გვაქვს ესეთი ლეგენდა, ჩვენს გვყავს ამირანი, რომელმაც ჩამოიტანა ცეცხლი და რაღაც გავს ისტორიები ერთმანეთს. არა მხოლოდ ამირანი, მე სხვა ქართული მითებიც მსმენია, მაგალითად, მითი ოქროს საწმისის შესახებ. თითქოს ჩვენი ქვეყნების მითები გავს ერთმანეთს. აუცილებლად უნდა გკითხოთ ჩვენი ბიჭების შესახებ, ქართველები, რომლებიც თქვენთან ცეკვავენ. როგორები არიან ისინი? ძალიან კმაყოფილი ვარ ქართველი მოცეკვავეებით. ბოლომდე ვუგებთ ერთმანეთს. მართალია თავიდან იყო რაღაც გაურკვევლობები, თუმცა მალევე მოვაგვარეთ.
დღეს ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ქართველებმა ნახონ თქვენი შოუ. ალბათ აპირებთ ჩამოსვლას ჩვენთან. ვფიქრობ ამ წელს ვერ მოვახერხებთ საქართველოში ამ შოუს გაკეთებას, მაგრამ მომავალი წლისთვის იგეგმება გრანდიოზული შოუ, რომელიც თქვენს ქვეყანაში გაკეთდება. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს მიუახლოვდა დავემშვიდობებით მალე ერთმანეთს, ოღონდ ერთი რამე მინდა გითხრათ. ჩემი გადაცემა სხვა რაკურსი ქვია და აქედან გამომდინარე, ცოტათი სხვა რაკურსითაც მინდა დაენახოთ ქართველ მაყურებელს. აუცილებლად უნდა გკითხოთ ოჯახური მდგომარეობა. მე ვიცი რომ მყავთ 3 შვილი. მე 3 ბიჭის მამა ვარ. სულ 4 კაცი ვართ ოჯახში და 4-ვე საკმაოდ ძლიერები. როგორი მამა ხართ? აი აქ ყველას შევხვდი მე ანსამბლის წევრებს და ყველა ძალიან კარგად გახასიათებთ და შვილებისთვის იცლით? მე ვფიქრობ რომ მებრძოლი მამა ვარ, როცა საქმე ჩემს ოჯახს ეხება. რამდენი წლის ბრძანდებით? რაში გაინტერესებთ? 50? მე მაგალითად ამ სიამაყით ვამბობ ხოლმე, მე ახლა თქვენზე უფროსი ვარ და ჩვენ ორივენი ბიჭებივით გამოვიყურებით. მიყვარს და ხანდახან სვამ ხოლმე ჭაჭას. ალბათ ამიტომ გამოვიყურები კარგად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა შოუსთვის და გელოდებით საქართველოში. 2005 წელს ვიყავი საქართველოში. მახსოვს ძველი თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში შევედი და ვთხოვე ეს შოუ შემდგარიყო. ახლა კი მადლობა მინდა ვთქვა, რომ ეს შოუ შედგა. აი ესეთი მადლიანი ქვეყანა ვართ ჩვენ და ესე უსრულდება ჩვენს ტაძარში, როცა შევლენ ადამიანები, უსრულდება ყველა სურვილი. არ გემშვიდობებით. მომავალ წელს შევხვდებით საქართველოში. ჩვენ ვიმყოფებით კაბადოკიაში, სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არსებობს საოცრება. მოვდიოდით, ვათვალიერებდით და უკვე ვცდილობდით, რომ აგვეყვანა გიდი და სად იყო და სად არა, დავინახეთ ნიკა წულუკიძე. ისე გამეხარდა, ისე გამეგონა, რომ რაღაც მეცხრე საოცრებაში აღმოჩნდი. მაინც რა უცნაურები ვართ ეს ქართველები, სადღაც რომ დავინახავთ ჩვენს მეგობარს თუ ახლობელს თუ მნიშვნელობა არა აქვს, ვის ძალიან გვიხარია. და ეხლა ჩვენ წავიყვანთ ნიკას, მე მგონი პირიქით ნიკა წაგვიყვანს და დაგვათვალიერებინებს კაბადოკიას. ნიკა, მოდი! ნიკა, მოდი! მე უკვე ჩავწერე. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო. რატო იყავი ჩამოსული? რაღაცა პატარა საქმოსნობის ამბავში ვიყავი. კი ბალი ქონდა, მე ვალე მყავდა და არ გამომიგზავნა და ჩამოვაკითხე. ნიკა, დაიცადე ეხლა შენ ხო ვერ გაგაჩერებს კაცი. მე ეხლა პარალელურად რატო გამეხარდა შენი აქ ნახვა.
ყველანაირად გიცნობს, აი ლექტორი ხარ, ტელეწამყვანი ხარ, სტატიებს წერ, ყველაფერს აკეთებ და სხვა რაკურსით უნდა დაგინახოს მაყურებელმა ეხლა როგორც ექსკურსია მძღოლი. აი ხა ნებისმიერ ადგილას კაბადოკიაში, გურემუში, ორგუბში, სადაც არ უნდა მოხდეს ნევშეჰირის აქეთ ყველგან რო ახედო აი აიხედე ზევით, გინდა მარჯვნივ, გინდა მარცხნივ არის საოცრება ეს ნანგრევები უძველესი, მაგრამ ყველაზე კარგი რა არის, თურქები ჭკვიანი ხალხია. სასწაული ოსტატობით აქვთ თანაზიარი თანამედროვე ბიზნეს გადავარქვათ ამას ფარდულები და სიძველეები. ესე იგი ჩვენ რომელ სასტუმროშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ და თქვენ აი სასტუმროც ალბათ ისეთივეა. არის აი ამ ნანგრევებშივე გაკეთებული. თვალი რო გავახილე დილით მეგონა რომ რაღაცა პალეოლითის ხანაში ვიყავი, მაგრამ საოცარი იცი რა არის ნიკა? თანამედროვე არქიტექტურა და ეს ძველი აი ეს კლდეები ისე კარგად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ აი თითქმის გამოარჩევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდი ცოდვას გამხელილი ჟობსო, აი ჩვენ მაგალითად ბევრი რამე დავარღვიეთ. კი, რა საკვირველია. ქართველებს გულის. ხო, ქართველებს. ეხლა ჩვენ წავიდეთ და როგორ შევკვირდი, რა თქმა უნდა. შევეცდები რომ ფულს არ გადაგვახტევინებ, ხო? როგორ გეკადრება, მე ეგეთი რამე გასწრებ. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ეხლა წავალ და სუვენირს მაჩუქებ რამეს. აუცილებლად, ეხლა მე უკვე გამზადებული მაქვს შენთვის ქვასანაყი, ქვასანაყი რომელიც უნდა. შენ იცოდი რომ მე ვაგროვებ ქვასანაყებს? ქვასან სოთეში ჯადო რო გაკეთო, კაი ქვასანაყია საჭირო და მე პატარა ქვასანაყი გავამზადე. არა, მოკლედ, შენ ხარ შუმახერი. ეხლა ეს არის კაბადოკია, რომელსაც აქ ეძახიან ცხენსაშენს. გურემუ და ორგუბი. გურემუში ვართ ეხლა ჩვენ, სადაც არის ძირითადი სანახაობები მორჩენილი. მოკლედ, შენ ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ გაოცებული ვარ. გაოცებული ვარ იმით, რომ შენ ამდენი იცი და გაოცებული ვარ ამ მშვენიერებით, რა საოცრებაა. აი ამ ქანებს, რასაც უყურებ, რაც ბუნებრივად არის წარმოქმნილი, ამის ქვევით არის 4 სართული მიწაში. 4 სართული, ესე იგი, ისე შეუძლია აი იმ უკიდურესი მხარიდან, თქვათ, მეორე მხარეს მოხვდე, რომ საერთოდ ზემოთ არ ამოხვიდე. აი ჩვენ ახლა მივალთ სულ ცოტა ხანში, დაახლოებით 6 წუთში ძვირფას ტელემაყურებლებო, იმ კელიასთან, სადაც ამბობენ ლენინის სანახვად, რომ წმინდა ნინო ცხოვრობდა და იქ არის ერთი დიდი ვაზის ჯვარი, რომელიც არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ იმ ვაზიდან მოტეხა და ვაზის ჯვარი შემოიტანა საქართველოში. თუ ჩვენ ცხეთაში გვაქვს მაყლის ბუჩქი, აქ გვაქვს ვაზის ჯვარი და იმ წმინდა ვაზს შეეხები და უფრო წმინდა და ესეთი კეთილშობილები გავხდები ჩვენ სუყელანი. ეს არის პატარა გამოქვაბული, საიდანაც ეხლა გამოვალ და აი აქედან შესაძლებელია ეს ნებისმიერი ადამიანი და ცოტა მიჭირს, ფეხი უნდა დავდო და დაახლოებით აი შიგ არის საცხოვრებელი. შეიძლება ცხოვრება სხვა შორის ჩვენი სასტუმროც დაახლოებით ესეთია. ეს ეთყობა ძველად იყო აქ რაღაცა, მერე მიტოვებულია და სულ ესეთი პატარ-პატარა საცხოვრებლებია გაკეთებული. აი აქ არის მოსასვენებელი ადგილი, ცოტა შორია აქედან და ჩემი ყურადღება მიიქცია, რომ არის ლამაზი ქართული ჯვარია და ყველაფერი ხედავ ხოლმე, რომ არის
რაღაცა ქართული ორნამენტი და რაღაცა ქართული ნივთები. ისე მიხარია, რომ რაღაცა ბედნიერებისგან აღარ ვიცი რა ვქნა. გაგიკვირდებათ, მაგრამ აქ თიხის საამქროა, პატარა საამქრო, სადაც აკეთებენ თიხას, მერე წვავენ და მერე აი ხა გაჩვენებთ რას აკეთებენ ბოლო. აი თიხის ვაზები კეთდება აი ამ საოცარ საამქროში. აი ხლა აი დანით ჩემმა მეგობარმა ეფენდი გელდიხელი დეშეკიუ ეფენდი აი შეხეთ ეს არის ჩვეულებრივი ნებისმიერი კაბადოკიური ქვა რომელსაც ვიღებთ ეხა საფერფლეს აკეთებს ესა აი ჩვეულებრივი აი მე მინდა მაყურებელმა ნახოს როგორ მოდი მეც გამაკეთებინე შენ ხელს გაიჭრ არა არ გავიჭრი მომეცი ნიკა მომეცი რა საოცარია ოდედა როგორი ითლება და მე ეს არ გატყდება არა გარკვეული პერიოდის ფერფს გაუძლებს და აი ეხლა მე ვიცი რასაც ვიზავ ნახე ეხლა დავწერ გიას არა რაკურსი სხვუნდა მაგია და ეს დარჩება კაბადოკიაში სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად ნიკა რატომ მიყურებ ესე არა ყოჩახ ძალიან კარგად მოიფიქრე ეს და აი ეს დარჩება კაბადოკიაში და ვიღაც ქართველი ნახავს მერე და იყიდის და გაუხარდება არქადაში ვარ გილსთან დონე იზლიჯეგო რა ჩეგნიორეს ვარ ჩამიშინე ვარ გილსთანდა ის გურჯისთან არქადაშ ქართველია ეს არქადაში ევლენ არქადაში იზლიჯე ვარდან რა კარგია დიდი მადლობა გაიხარეთ ამ გულეგულე მოკლედ მე ხო ძალიან მომწონს თავზე დასახურები ოღონდ არ ვიცი როგორ უნდა დავიხურო გამყიდველიც არ არის და ჩემ ნებაზე რასაც მინდა იმას გავიკეთებ აი ესე ეს რაღა იყო ოღონდ არ ვიცი აწყვიტე სხვა სუვენირებთან ერთად რაც ვიყიდე და უნდა წამოვიღო თბილისში ვიპოვე ქვა კი არ ვიპოვე ავიღე ქვა ჩვეულებრივ აი ამ ფერდობზე და უნდა წამოვიღო იმიტომ რომ მთელი ცხოვრება გამახსენდება კაბადოკიაში როგორ ვიყავი როგორ დავდიოდი და აი ეს ქვა იქნება ჩემთვის ძალიან დიდი სიმბოლო რომ მე ეს მხარე ყოველთვის მახსოვდეს გია აი ეს არის ნიმუში იმისა რო ნახო ამ პეიზაჟის ფოტო დაახლოებით 20 წლის წინ უამრავი ესეთი ბორცვია ამოსული. ეხლა არის რამდენიმე ძალიან დაპატარავებული და დიდიც რამდენიმე დარჩენილი. ეს არის სიმბოლო, აი თბილისს ფუნიკულიორი აქვს. აი ეს არის კაბადოკიის გადასახედი, სადაც სიყვარულის ხევს ეძახიან და აქ ვისაც უყვართ ერთმანეთი, ჩადიან და მერე იქიდან ადიან და ამ სირთულეს თუ გაუძლებს რომ ბიჭი ქალს ჩაიყვანს და იქ აიყვანს, ისინი დიდხანს იცოცხლიან. ეს არის სიყვარულის ხევი. მოდი ამას მეწარვადგენ, იცი რატო? შენ ხო იცი რომ სიყვარული როგორ მიყვარს? ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ კაბადოკიაში და ვართ სიყვარულის ხევთან. ულამაზესი ხეობა და როგორც ნიკამ თქვა გავიმეორებ. თუ ბიჭი გოგოს იქ ჩაიყვანს და მე ისინი ამოვლენ, ამით სიყვარულს უმტკიცებენ ერთმანეთს, ხო? კი ბატონო, აი და მე მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო სიყვარული და ვისაც გიყვართ შეგისრულდეს ოცნება და თქვენს გვერდით იყვნენ ისინი, ვინც თქვენს გულს გაუხარდება. აი ეს არის ერთადერთი ადგილი კაბადოკიისა, სადაც აქტიური ქალაქი არსებობს. ნევშეჰირისა და გურემუს შუა იმ მწვერვალს ვხედავთ ჩვენ და იქ ახლო მივალთ. უბრალოდ ერთი რამ არის გულდასაწყვეტი. კაბადოკია 1-20-25 წლის შემდეგ იქნება მინიმალური დარჩენილი, იმიტომ რომ აი ამ ქანებს ახლა აი ჩვენ ვხედავთ, აი შეხედე ჩვეულებრივ იშლება ეს. ხა მე კი არ ვანგრევ კაბადოკიას, მაგრამ ეს ქანები სულ ყველა ესეა. აი ესეთია ის. ყველა აბსოლუტურად და წვიმა რეცხავს წლების განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოაქეს ნალექი.
აქედან გამომდინარე ძვირფას ტელემოყურებლები უნდა მოასწროთ აუცილებლად და ჩამოხვიდეთ და ნახოთ ეს უმშვენიერესი ადგილი საოცარი ბუნება გია დამეთანხმები ალბათ ნელა ჩავიდეთ ეხა აქედან რომ კიდე სხვა რაკურსითაც დანახვონ ჩვენი შეძლონ ჩვენი დანახვა და ნელ-ნელა წავიდეთ ეხლა ჩვენ იქაც ავიდეთ იქ უნდა მივიდეთ იმიტომ რომ იქ არის წმინდა ნინოს ყელია რომელზეც მე შენ გელაპარაკე და ეხლა გადავიდეთ ნელ-ნელა ჩადი აი ესე კი აი მე მგონი მოვედით ერთი წამი ხო აი ეს ადგილი მოკლედ თქმულების თანახმად წმინდა ნინოს ყელია იყო ეს ადგილი და ის წინ დიდი ვაზის ბუჩქი რო არის ამოვე რომ ვაზის ჯვარი სწორედ იმ ბუჩქიდან აიღო თუმცა ეს ამდენად მართალი არ ვიცი აქ ესე აგვიხსნეს ჩვენ მაგრამ მოდი მაინც ავიდეთ და ვნახოთ საიდან ნავიდეთ ალბათ აი ესე კლდიდისგან ახე საოცარია გია ეს არის ერთ-ერთი კვალი მართლმადიდებლური წარსულის აი თუ შეხედავ მე მინდა კამერამ დააფიქსირო სახარი ნასანთლარი დანთებული სანთლები ეტყობა ჩვენსავით სხვა მართლმადიდებლებიც მოვიდნენ და ახლა ჩვენ ხედავთ იმ ფრესკებს რომელსაც სახეები წაშლილი აქვს მაგრამ ამბობენ რომ ეს ცენტრალური ფრესკა იყო წმინდა ნინოსი მართლა ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ადგილას ავართ ახლა და აი გამოდიხარ თუ არა აკლდამიდან აქვია ვაზის უძველესი ბუჩქი აი შეხედეთ ეს არის გადაბერებული ვაზი აი ეს ბუჩქია? აი ეს ბუჩქია, რომელიც აი ნახე, იქიდან აქამდე სულ არის, მაგრამ ხმოიარია და სხვათა შორის აქ არის გლეხი, რომელიც ამ ვაზისგან ღვინოს აკეთებს. წარმოვიდგინე, როგორი იქნება ახლა ამ ადგილას გაკეთებული ღვინო. აი ეს მევენახეები, ვინც არიან, მიხვდებიან, რომ სრულიად ზედმეტია. ეს ტოტები, რასაკვირველია, სრულიად ზედმეტი და ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ვაზი ნიკა წავიღოთ. ხლა ხმოიარე და ყლორტიანი არ მოტეხო. სოკია საკმარისი. აი ესეც. წავედით. აი ამას წავუგოთ საქართველოში სუვენირად წმინდა ნინოს კელიასთან თუ სახლთან, ხო? ეს სახურავია გაკეთებული თუ ეს რა? ეს არის უკვე მოგეხსენება წვიმისგან იშლება და ეს რო შენარჩუნებულიყო მისი მნიშვნელობის გამო ზემოდან არის მერე ფილებით გაკეთებული. ზემოდან არის ფილებით დაფარული ეს რო უფრო დიდხან შეინარჩუნოს ძალიან საინტერესოა შიგნით რა ხდება მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილია და ჩვენ ვერ შევძლებთ ჩიქ შესვლას თუმცა ალბათ სხვა გადამღებ ჯგუფს გაუმართლებს და შიგნითაც შევლენ მაგრამ მე მგონი პირველი გადამღები ჯგუფია საქართველოსდან ვინც ამ ადგილას მოვიდა და გადაიღო ეს ადგილი. ყოველ შემთხვევაში მე არ მსვენია მანამდე. ჩვენ გემშვიდობებით ნახეთ წმინდა ნინოს ნასახლარი, სამწუხაროდ ვერ შევედით შიგნით და ვერ გადავიღეთ ფრესკები და დარწმუნებული ვარ რომ მომავალში აუცილებლად გაგვიმართლებს. ასევე ვერ გაჩვენეთ წმინდა გიორგის ნასახლარი და დარწმუნებული ვარ იმასაც ძალიან მალე ვნახავთ. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.